გამარჯობა, ეს ვასმედია და მე ვასიკო ოდიშვილი ვარ. ხომ მიცანით? ვერ მიცანით? აი ის ვასიკო, ისა ნაციონალი ვასიკო. გადამრევ თქვენ კაცო. არ გახსოვთ ნაციონალების ტელეკომპანია მაესტრო და მე ნაცი ვასო. სააკაშვილი, ახალაიები, მე, ადეიშვილი, მერაბიშვილი. რანაირი მეხსიერება გაქვთ ხალხო? გამაგიჟებთ თქვენ. გეხვეწებით ერთი ვინმე კარგი მეხსიერების მქონე ჭკუის საკითხავი ადამიანი მომიძებნეთ. წაშლილია მგონი ერის მეხსიერება. მაესტროს ბლოგერი იყო. ხეხნის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი. 2011-12 წლებში, ეხლა შემახსენეს რომ ის მაესტროს ბლოგერი. 2011-12 წლებში, როდესაც გავლენა მოიპოვა მაესტროსზე ნაციონალურმა მოძრაობამ, მათ შექმნეს გარე ექსპერტების ერთგვარი, ასე ვთქვათ, სია და ერთ-ერთი ნაცმოძრაობის გარე ექსპერტი იყო გიორგი მარგველაშვილი. დედა, მგონი მწყობრიდან გამოვიდა. რა ვქნათ ახლა ჩვენ, რაღაცში გამოვიყენოთ. დედა, რაში რა? არა, შეხედავ და პირს დააღებს და ზეთი მაინც არ იხდება ნეტა ამისგან ექსპორტზე რომ გავიტანოთ. ესე იგი 2011-2012 წლებში მაესტრო იყო ნაცების და მარგველაშვილი მიშას ექსპერტი. ეხლა ამას რო ვკითხოთ, ეხლა შენ სად იყავი მაგ დროსო შეიძლება გიპასუხოს, მე 2013-ში ვარ დაბადებულიო და როგორ გინდა რომ დაამტკიცო რომ ეგრე არ არის. არა და ისეთი რაღაც თქვა რომ ეჭვი მაქვს 2012 წლამდე ეს კაცი მართლა არ არსებობდა. ფაქტიურად ეხლა ამ ჭაბუკმა მარგველას ნაცობა დააბრალა. რითაც მთელი თავისი გუნდიც გამოლანძღა, ნაცების ექსპერტი არჩევინეთ ხალხს პრეზიდენტათო და ერთსად შეურაცხყოფა მოგვაყენა მიშას მერე ისევ ნაცი აირჩიებდა. ხო და ეხლა შენ თვითონაც თუ გჯერა რას ამბობ. ფრთხილად ირაკლი, ფრთხილად ძალიან სახიფათო მიმართულებით ვითარდები. ო ასე დროს იცირეები შეიძლება დაიჯეროს ადამიანმა. ვაიმე, რომ ის არის ნაპოლეონ ბონაპარტე, რომ ნახა შოთა რუსთაველი კაჭრეთში, რომ მაესტრო ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ იყო, რომ თვითონაც ძალაუფლების მქონე გავლენიანი მმართველია, რომ შეუძლია სამყარო ხელის გულზე ატრიალოს და რომ ძლიერი პარლამენტის ძლიერი თავმჯდომარე. პრინციპში უკეთესად რომ გაიგო რა მოსდის ადამიანს, რომელიც საკუთარ ტყუილებში იხლართება. ვიდეოს გიჩვენებ. კატო შემდეგი პრეზიდენტი არის გრიგოლ ვაშაძე. შემიძლია დაგენიძლაოთ რაზეც გიდათ. აი ვის გზას ადგახარ ჩემო ირაკლი და რისგან მინდა რომ გიხსნა. ხო და გვირაბი მაჩვენე, გვირაბი რომ სინათლეზე გაგიყვან. ხავსი მომეცი რომ მოვეჭიდო. ვიმე რა ქადაგად დავეცე კაცო. მოიცა კაცო, ჩემთავს ვეღარ ვსწრობ მე თვითონ. მიდეთ გამახსენეთ რა თქვა ამან ჩემზე და მაესტროზე. რა გვაკადრა ამ ნაწამებ ხალხს? 2011-12 წლებში, როდესაც გავლენა მოიპოვა მაესტროსზე ნაციონალურმა მოძრაობამ, გაფუჭდა. მე რა ვქნა ახლა ასე პირდაპირ კაცო? ხო, რამდენი წლისაა ეს ყმაწვილი? რამდენი წლის წინ გახდა 40-ის? ხო, მაშინ დამადეთ +29. დამადეთ? კარგია. ესე იგი, მე ვიყავი 2011-ში და 2012-ში ნაციონალების გავლენის ქვეშ და შენ იყავი კარგი ბიჭი, ხო? მე და მაესტროს ნაციონალობას როგორ გვაბრალებ შეჩემის? როდის გამოჩნდა ეს? 2014-ში, ხო? შეჩემის 2014-ია. ამართეთ მიკროფონი. ტექნიკურ სამსახურს თხოვრა ნუ გამამეორებინებს. კიდევ ერთხელ. ჩემი გჯერა? რა? მიკროფონს მირთავდა და არაფერი ისმოდა? ძალიან ცუდი, ძალიან. კარგი, ახლა მე ვიცი რასაც ვიზამ. ახლა ავდგები და მეც ზუსტად იმ 2012 წლიდან გიპასუხებ, რომელსაც შენ მელაპარაკებ. მაშინაც ხომ ვერ გამომირთავ მიკროფონს. გაუშვით ერთი ამის მოსაზრება და წავედი მე 2012-ში რაღაცას ვეტყვი და დავბრუნდები. ერთი წუთით. 2011-12 წლებში, როდესაც გავლენა მოიპოვა მაესტროსზე ნაციონალურმა მოძრაობამ, მათ გარე ექსპერტების ერთგვარი, ასე ვთქვათ, სია და ერთ-ერთი ნაცმოძრაობის გარე ექსპერტი იყო გიორგი მარგველაშვილი.
გინდა რგოლების გაშვება გასწავლო?